საპროტესტო მსვლელობა საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით რამდენიმე საათში დედაქალაქის ცენტრში მარშით მოქალაქეები ქიმიური იარაღის საქმეზე გარემოებების ობიექტურად დადგენის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებენ. მსვლელობის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, ადგილზე, სადაც რეჟიმმა 1 წლის წინ უამრავი ადამიანის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. დღევანდელი მსვლელობის გზავნილების შესახებ ლიზი ვეკუა გვეტყვის მეც ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახლუკა რეჟიმი გწამლავს ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. სამსახელწოდების აქცია გაიმართება დღეს თბილისის ქუჩებში. მოქალაქეები, დემონსტრანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბებიან ფილარმონიასთან 7 საათზე და დაიძვრებიან ქვეყნის მთავარი გამზირისკენ, ის სადაც უწყვეტი პროტესტი უკვე 1 წელია მიმდინარეობს. დღევანდელ მარშს მსვლელობას ექნება თავისი გზავნილი და ეს გზავნილი ეხება BBC-ს დოკუმენტურ ფილმს, რითიც მოქალაქეებმა გაიგეს, რომ მათ წინააღმდეგ იყენებდნენ ნივთიერებას. ამ ყველაფერს მოჰყვა ხალხში ძალიან ბევრი კითხვები და სწორედ ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად მოქალაქეები, დემონსტრანტები დღეს შეიკრიბებიან კიდევ ერთხელ თბილისის ქუჩებში. ჩვენი რესპონდენტები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ქართულმა ოცნებამ გაიგოს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არც ერთი ადამიანი არ აპირებს. დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ რეალურად რა ასუნთქეს ამ ხალხს და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და ამიტომ იქნება მსვლელობა ფილარმონიიდან 19 საათზე პარლამენტის შენობის მიმართულებით. ყოველკვირეულად შაბათს 19 საათზე იქნება დიდი დემონსტრაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა შინაარსი ჰქონდეს, მაგრამ ეს მუდმივი ხასიათი ექნება. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა აქციებს, რაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ცხადია პარლამენტის შენობის წინ. ეს აქციაზე გასვლა არის არსებითად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის ფაქტი, რომ 1 წლის წინ ჩვენ მოგწამლეს ჩვენთვის უცნობი ნივთიერებით და არც გვეუბნებიან ამას უკვე ამდენი ხანია, აუცილებელია ამ ყველაფერს მიეცეს ფართო საზოგადოებრივი რეაქცია. აუცილებელია, რომ ქუჩაში ცხადად იყოს გამოხატული ის უკმაყოფილება, რაც ხალხშია. მხოლოდ დემონსტრანტები კი არა, მოწამლეს რიგითი ადამიანები, მოწამლეს იქ მაცხოვრებელი ხალხი, ვინც იქ სწავლობს, ვინც იქ მუშაობს, ვისაც იმ ტერიტორიასთან შეხება ჰქონდა, ყველა არის დიდი რისკის ქვეშ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება საზოგადოების მხრიდან და მკაცრად იმის თქმა, რომ ესეთი ქმედება არავის არ გაუვა არც ერთ ხელისუფალს. თანამოაზრეებს მოუწოდეთ, რომ კვირაში ერთხელ, ერთი შაბათი გამოსულიყვნენ ჩვენთან ერთად და დაიფიქსირებინა და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ რეჟიმის წინააღმდეგ არა 300, 400 ან 500 ადამიანი, არამედ 10,000 ადამიანი არის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მარში სწორედ რომ ამისთვის არის საჭირო, რომ კიდევ ერთხელ ვიზუალურად მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად ვერასდროს ვერ გავბევდით მათთვის და ასეულებს ვერ ავწდით, კიდევ ერთხელ დავანახოთ, ვაგრძნობინოთ ადამიანებს, თუნდაც ერთმანეთში გვერდში დგომა, ერთმანეთის მხარდამხარ კიდევ ერთხელ დადგომა. როგორც მოისმინეთ, უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა, დემონსტრანტებმა პროტესტის ახალი ფორმა შეიმუშავეს. ისინი ყოველ შაბათს შეიკრიბებიან ფილარმონიასთან და შემდეგ გადაინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც ქართველი ხალხის ხმა უკვე 1 წელია ისმის, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ აქციას, როგორც გითხარით, დღევანდელი აქცია ატარებს მთავარ გზავნილს BBC-ს დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით. მოქალაქეები, დემონსტრანტები მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას და ისინი ყველას ელოდებიან ქუჩაში, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა სურს.